დღეს გადაცემაში დროის გარეშე ჩვენი სტუმარი ადამიანი, რომლის ცხოვრება ერთმა ეპოქამ შეცვალა. ადამიანი, რომელსაც ართემოვლა თავისუფლებამ ახალი თვალით დაანახა ცხოვრება, საზოგადოება და პოლიტიკა. ჩვენ არ გავარჩევთ, ვინ იყო მართალი და ვინ არა. ჩვენ დღეს უსმენთ იმ ბედისწერას, რომელიც წარსულმა დაუტოვა. იმ გულწრფელ სიტყვებს, რასაც მომავალი მოითხოვს. დღეს ჩვენი სტუმარია ყოფილი პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრეც. გამარჯობათ ბატონო. მოგესალმებით. სათხართ ვისაუბროთ დროის გარეშე. ვისაუბროთ. კარგით, მაშინ პირველი კითხვა. ვინ იყავით მისიამდე, სანამ პოლიტიკური პროცესები თქვენ ცხოვრებაში ასე ჩაერევოდა? ანუ რა საქმიანობდით, სანამ პოლიტპატიმარი გახდებოდა? საქმიანობდი დაამთავრე თბილისის დაამთავრე საშუალო სკოლა თბილისის. მე ჩავაბარე ივანე ჯავახის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავამთავრე ისიც. მუშაობდი მე საყოფაცო სხვადასხვა სამსახურებში. მე გადავედი საღამოზე, დილით მუშაობდი, საღამოს ვსწავლობდი. ბოლო 2 წელი, 3 წელი ეგრე გავატარე უნივერსიტეტში. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ისევ მუშაობდი. სხვადასხვა სამსახურებში ვიყავი, ისევ საყოფაცო სისტემაში ვიყავი. მე უკვე აირია დრო და ჟამი და დაიწყო ეს თბილისის ომი და ყველაფერი გაჩერდა და ყველაფერი და მეც დავჭი დროებით უმუშევარი. მე პატარა მცირე ბიზნესს ვეწეოდით მეგობრებთან ერთად. და მე რა მაინტერესებს, როდის იგრძენით პირველად რომ უკვე სამიზნეთ იყავით? სამიზნეთ? დიახ, პოლიტიკური პატიმარი. სამიზნეთ ვიგრძენით თავი, როცა უკვე მიშა მოვიდა ხელისუფლებაში. როცა მოხდა გადატრიალება. მეორედ ქვეყნის გადატრიალება როცა მოხდა, მეორედ. ერთი იყო იარაღით გადატრიალება, მეორე იყო თვითონ ვარდების სოზმა. სახელმწიფო გადატრიალებს კიდე იარაღით გადააგდე, ადამიანი კიდე ისე გადააგდე. როცა კანონიერ ხელისუფლებას აგდებდა, არჩეულ ხელისუფლებას, იქ დამთავრდა ყველაფერი. დაკავების დღე. რა იყო ყველაზე მძაფრი მომენტი, რაც დღემდე გახსოვთ? დაკავების დღიდან ბოლომდე არ გამოსვლამდე, ციხიდან არ გამოსვლამდე, სანამ ამინისტიამ არ მომიწია 2012 წელს, უბრალოდ 13-ში დაიწყო, მაგრამ ეს ეხლა როზის იქ რუსთავში არ აწერდა ხელს ამინისტიას. თუ გამოსცა პარლამენტმა და 13 მაისს გამოვიდი, 2013 წლის 13 მაისს გამოვიდი ამინისტრირებული. რას გეუბნებოდათ მაშინ თქვენი შიში და რას თქვენი შინაგანი ძალა? ეხლა რო ვთქვათ, რომ შიში არ აქვს ადამიანს, არ შეიძლება რა. ყველა ადამიანს აქვს. შიში მქონდა მარტო ერთი უფლის, დანარჩენს არაფერს არ მეშინოდა. და უფლის წინაშე მართალი ყოფილიყავ. და პირნათლად ვაცვლებდი ჩემს მდგომარეობას იქ რაც იყო. და შინაგანი ძალა რას გეუბნებოდა? შინაგანი ძალა მეუბნებოდა, რომ მალე გავიდოდი. და არ დამტოვებდა უფალი აქ დიდხანს ამ წამებაში და იმ ჯოჯოხეთში, რომელიც იმ პერიოდში სუფევდა ჩვენ სახში არასრულების სისტემაში და დანის ციხეში და ყველგან. თქვენი ოჯახის რეაქცია იმ პერიოდში როგორ გამოიყურებოდა მართალია თქვენ ვერ ხედავდით, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? მე ვერ ხედავდი, მაგრამ ხონდა შეხვედრების 15 წუთიანი ოჯახთან შეხვედრა 15-20 წუთი გრძელდებოდა, მეტი არ გრძელდებოდა. მგონი უფრო მეტი იყო, მაგრამ მაგდენს არ გტოვებდნენ რა შეხვედრის დროს რა და როგორი იყო რა, განცდა იყო ისეთი, რომ დამიჭირეს საერთოდ რა, მამა დავადდა, დედა დავადდა, შაქარი დაემართა დედას, მამამ გულის ოპერაცია გაიკეთა, მერე რომ გამოვედი უკვე შუნტირებას ეძახიან. დიახ. დანერვოზდა ოჯახი და დავამტყუებდა რა. მამა და არ იყო ის მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უნდა ყოფილიყო ნორმალური ოჯახი. და რო ესმით, რომ ყოველთვის რა ხდება ციხეებში, ყოველ დღე მიცვალებული გამოყავთ, ის გამოყავთ, მას კლავენ აწ. შემდეგი შეკითხვა მაგაზე. როგორ გიქცეოდნენ ციხის თანამშრომლები და სისტემის წარმომადგენლები? უაღრესად ცუდად იქცეოდნენ. უაღრესად ცუდად რა. მე ვადარებ იმ დროს იმ გესტაპოს ციხეს, რომელიც იყო გესტაპოელები, რასაც უკეთებდნენ ხალხს გერმანიაში.
და იმ დაპყრობილ ოკუპირებულ დროებით ოკუპირებულ ქვეყნებში, რასაც ხალხს უკეთებდნენ სისტემა. უბრალოდ ის იყო, რომ ის არ იყო რა, ღუმელები და ვერ შევყავდით და აღწავდეთ, თორე დანარჩენად ერთ-ერთი განსხვავება არ იყო. რა იყო ყველაზე მძიმე? ფიზიკური პირობები თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა? ორივე მძიმე იყო. ფიზიკური ზეწოლაც იყო და ფსიქოლოგიური. კარგით. რა იყო ის ერთი დღე და ის ერთი ეპიზოდი, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელსაც ვერასოდეს ვერ დაივიწყოთ? ერთი ეპიზოდი? ერთი. მე მთლიანი ეპიზოდი ჩემის დაჭერიდა ციხის სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში, ჩემთვის ერთი ეპიზოდია მთლიანი. გასაგებია, მაგრამ ხო იყო ერთი დღე გამორჩეული და მძიმე. ყველა დღე იყო მძიმე ციხეში. ყველა დღე ერთმანეთზე მძიმე. ერთმანეთზე მძიმე იყო და ერთმანეთს გავდა და ვერ გამოარჩევ ამიტომ. როგორი იყო თქვენი ყოველდღიური რუტინა ამ მძიმე პირობებში? უბრალოდ ერთი ვინც იყო და რაც იყო და ენდობოდა ალბათ ჩემსავით ბევრი დაჭერილი პატიმარი, ღმერთის იმედად ვიყავით დარჩენილები რა. იყო მომენტი, რომ გეგონათ, რომ გატყდებოდით? არა, მე არ მეგონა, იმიტომ რომ სულიერად ვერ გავტეხეს რას მეტი. 99% ვერ გატეხეს სულიერად რა ხალხი. თქვენი აზრით რატომ აღმოჩნდით რეჟიმის სამიზნეში? რეჟიმის სამიზნეში? იმიტომ რომ არ ვიყავით მათი მასი მომხრები და მათი პოლიტიკის. იმიტომ რომ იჭერდნენ ხალხს არასწორად, ართმევდნენ ქონებას არასწორად, იყო რეპრესიული მანქანა შემოღებული. მოსმენები იყო, სიტყვას ვერ იტყუდი ადამიანთან, არ უნდა შეხედულება განსხვავებულზე გიჭერდნენ და ამიტომ რა. ყველაფერზე რა მოუტანა იმ ეპოქამ ქვეყანას უფრო მეტი შიში თუ უფრო მეტი პროპაგანდის ზალა? იმ დროით ქვეყანას მოუტანა შიში ხო იყო დანერგილი საზოგადოებაში და პროპაგანდა ცუდისკენ მიდიოდა ყველაფერი. ვითომ კარგი კეთდებოდა, ვითომ აშენებდნენ, აყვავებდნენ ქვეყანას, წინ მიდიოდა და ამ დროს ქვეყანა ვერ ვითარდებოდა. იმ დროინდელი პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული თუ ცალკეული შემთხვევები იყო? ანუ არჩევითობას ჰქონდა? არჩევითობას ჰქონდა, იყო პოლიტიკური ძალები, რომელიც თვითონ შექმნეს და პარლამენტში შეიყვანეს, იყო პოლიტიკური ძალები, რომელთანაც მიზანმიმართულად იქცეოდა. პატიმრობის პერიოდში გრძნობდით საზოგადოებრივ მხარდაჭერას. საზოგადოებრივ მხარდაჭერა იყო, როგორ არ იყო. ხალხი ნელ-ნელა გამოფხიზდა, ხმა მოიღო და დაიწყო ნელ-ნელა ეს პროცესები, მაგრამ ძიმე მდგომარეობა იყო. აკონტროლებდნენ, არავინ არ იყო ხალხის მხარეს რო იტყვიან. რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის გარდა არავინ არ იცავდა ჩვენ უფლებებს და ერთი-ორი არა სამთავრობო თუ ამოიღებდა ხმას. ამ ციხის წამებებზე, ამ რეპრესიულ მანქანაზე და კიდევ ბევრ სხვა. დღესაც არსებობს თუ არა იმ დროინდელი სისტემის გავლენები ქართულ პოლიტიკაში? იმასთან შედარებით რაც იყო, დღეს არ იგრძნობა. დღეს შეუულებრად შეგიძლია რა, არ იგრძნობა, მაგრამ არსებობს. შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია და თუ შემხვდება ესეთი რაღაცები, მაგის მოწინააღმდეგეც ვიქნები. იმიტომ ეს ჩემი მწამსია რა. საქართველოში არ უნდა გამეორდეს ის, რაც გამეორდა იმ პერიოდში, 2003 წლიდან 2012 4 წლიდან 2012 წლამდე. სასამართლო პროცესებზე მინდა გკითხოთ, რამდენად სამართლიანი იყო თქვენი საქმე? აუ, შეკერილი საქმე იყო, თავიდან ბოლომდე. ესენი ხო უნდა ყოფილიყო, რომ აი ეგ რუსების ხალხი დავიჭირეთ, რომ იმა თავისი კურატორებისთვის იქ ევროპისთვის და მოკლედოდა ჩაებერა, აი დავიჭირეთ, აი რუსეთის აგენტურა, აი რუსების მომხრეები და აი ესე ტარდებოდა ეს ყველაფერი რა. ადვოკატის ჩარევა რეალურად გეხმარებოდა თუ მხოლოდ ფორმალური პრინციპით იყო რა? მაპატიოს ადვოკატებმა, მაგრამ იმ პერიოდში მეტი წელი ადვოკატები ვერაფერს ვერ აკეთებდნენ რა. შიშიც ჰქონდათ. თან პროკურატურას და პროკურატურის ნებას ემორჩილებოდნენ თითქმის მთელი ადვოკატები რა. ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას პროკურატურას.
შეიძლება ისინი დაიჭირათ ბოლოს 1000 რამეს მოუბავდნენ რა ადამიანს ხო იცი ესე იგი შემდეგ კითხვა ესეთი მინდოდა დამესვათ თქვენთვის რომ ქონდა თუ არა რეალური შანსი თქვენი თავის დაცვაზე რა თქმა უნდა მეტყვი და არას არას გეუნებით ეგრევე გეტყვი იმიტომ გადაწყვეტილი იყო უკვე თავშივე უნდა დაიჭიროთ всё მორჩა ევროპული ინსტიტუტების რეაქცია რამდენად იყო მნიშვნელოვანი მაშინ არაფერი ძალა არ ქონდა რა პირიქით ევროპა და დასავლეთი თლიანად კოლექტივ დასავლეთი იყო ამათ ხარეს და ამიტომ არაფერი შიში არ ქონდა ხელისუფლებას რომ იქიდან რაღაც წამოვიდოდა დირექტივები ან რაღაც წვანეს აუნთებდა ჯერ ყვითელს მერე მწვანეს მერე წითელს არაფერი არ იყო ამნაირი არაფერი არ ხდებოდა პირიქით ასრულებდნენ და მორჩილები იყვნენ კოლექტიური დასავლეთის დირექტივების თქვენ საქმეს თუ დაინტერესებულ ხართ დღეს იურისტები როგორ აფასებენ დღეს იურისტები იმიტომ რომ სასამართლომ გაგვამართლა ჩვენ მე რომ გამოვედით შევიტანეთ რომ საარჩელი სასამართლოში და გაგრძელდა ცოტა რამოდენიმე წელი და გავმართლეთ ოფიციალურად გავმართლეთ იქიდანაც მოვიდა რომ ჩვენ არასწორად ვიყავით დაჭერ ევროსასამართლოდანაც ჩემთან ერთად დაჭერილებმა შეიტანეს და იქიდან მოვიდეთ პასუხი რომ მართლები ხართ. გასაგებია. აი გამოსვლის შემდეგ თუ დაინტერესდით იმ ადამიანებით, ვინც თქვენს დაპატიმრებაში მონაწილეობდა. არა, არ დავინტერესდი, ვინც იყვნენ რა. ვიცი ახლა სახელები, გვარები, ის პროკურორები, მაგრამ არა რა, იმიტომ რომ მოძღვარმა მერჩია რომ დაივიწყო, ხო? დაივიწყო და იმას შენ აპატიებ, შენ თუ აპატიებო მე ღმერთი გაჯდის იმას როგორ მოიქცევა. აი ციხეში ყოფნის დროს თავისუფლებამ რა მნიშვნელობა მიიღო მას შემდეგ რაც დაკარგეთ? უდიდესი მნიშვნელობა მიიღო თავისუფლება. თავისუფლება არის ყველაფერი, ჰაერი, სუნთქა, აზროვნებ. ყველაფრის აი შემართებით ახლა რაღაცის გააკეთებ და იქ ჩაკეთილ წრეში ხარ რა. ფიქრობ იმაზე, იმ პერიოდს ყვები მე, რომ ფიქრობ იმაზე, რომ არ ისეთი დღე არ მოვიდეს, რომ კიდე არ გაწამონ, კიდე არ დაქცინონ, კიდე არ გაფურთხონ, კიდე არ გაგინონ და სულ ამაზე ხარ გადათვლილი და კონცენტრირებული იყავი და თავისუფლება არის უდიდესი რამე. შენახა შენი თავისუფალი რა. ხარ თუ არა დღეს იმაზე უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე იყავით? სიძლიერით? დიახ. არა, უფრო ძლიერი რაში ვარ, იცი? უფრო მეტად წმენაში ვარ უფლის მიმართ და უფრო მეტად მიყვარს უფალი, ვიდრე მანამდე მიყვარ. აი თქვენი თვალი დანახული მაინტერესებს. საფრთხეს დღეს ხედავთ, რომ მსგავსი პოლიტიკური დევნა მომავალში შეიძლება განმეორდეს ესეთი რაღაც. როცა ხელისუფლებას არ აყავს ოპოზიცია და ხელისუფლება გადავა მიიღებს ყველა აბსოლუტურ ძალაუფლება ყნის ხელისუფლებას და ისეთ ხელისუფლება იყუნება რომელსაც თიშიში არა და მოშიში ხალხი არ არიან ღმერთის და უფლის ხელისუფლებაში აი მაგ დროს შეიძლება მოხდეს ის რომ აბსოლუტურ იმაში გადავიდენ და მაგანაც განა რეპრესიები დღეს რასაც უყურებ ჩვენ ქვეყანაში ხდება ეხლაც დაჭერები ყველაფერი მაგრამ ამათ რო უყურებ ესენი ჩვენ ისე არ მოქცეულ ვართ რომ ესე დავეჭირეთ საერთოდ არაფერი გაგვიფუჭებია და ესენი აფუჭებენ აზიანებენ იქ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობებს აკეთებენ იქ გამოდიან გზებს კეტავენ როცა გადასაკეტი არ არის გამოვიდეს მას არავინ არ შეუშლის რომ გამოვიდეს 10000 კაცი 20000 კაცი გადაკეტონ გზა ჩვეულებრივად როგორც ხდება რუსთაველზე არავინ არ დაიჭერს მაგრამ მიტინგის წესიც არის და ქცევებიც არის როცა აგრესიას იჩენ შენ მომიტინგე ანზღავ ფასესვრი კრასკასესვრი ქვილსესვრი რავი რაღაცა მოლეტოვის კოქტეილს აბა რა სიზავს თო სამართალდამცავი ორგანოები უნდა აკვეთოს არასწორი ქმედებები ადამიანების. რას ეტყოდით იმ ახალგაზრდა ადამიანს, ვინც დღეს პოლიტიკაში უნდა მოსვლა? ვისაც დღეს უნდა პოლიტიკაში მოსვლა? იმ ახალგაზრდებს ეტყოდი, რომ ჯერ უნდა მიიღონ ბევრი ცოდნა და გამოცდილება,
საერთოდ უნდა გაიაზრონ რა არის პოლიტიკა. ისიც უნდა ესმოდეთ ქვეყნის სიყვარული. ღმერთის მოშიშები უნდა იყვნენ და სუფთა ხელებით უნდა შევიდნენ პოლიტიკაში. დაბინძურებული გული და ეს და ხელები ამინც ვერ შექმნის პოლიტიკაში. ქვეყნის ღირსეული პოლიტიკური სისტემა ზაზა გვიმრაძის თვალთახედვით როგორია იცი? სამართლიანი უნდა იყოს პოლიტიკური სისტემა საქართველოში და არ უნდა არსებობდნენ ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. თქვენ ახლა გაძლევთ შესაძლებლობას რომ გააკეთოთ თქვენი მთავარი გზავნილი ქვეყნისათვის. რა სიტყვით? ჩემი მთავარი გზავნილი ქვეყნისათვის ესეთი იქნება. იყავით თითმოშიში, მიენდეთ უფალს და იმასაც ფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა მინდა რომ გაერთიანდეს ეს დაშლილი საქართველო. ერთიანი თლიანი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო ჩამოყალიბდა და ხალხს ერთმანეთი უყვარდეს რა. უფალი უყვარდეთ და ირწმუნონ უფლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება. და ბოლო შეკითხვა. არაფერს გითხავთ? ღმერთი გიყვართ? ღმერთი შიში მაქვს და უდიდესი სიყვარული. კარგად ზარდებოდეთ, დიდი მადლობა. მადლობ თქვენს. კარგია, როცა ადამიანს უსმენ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ადამიანის სიტყვა დირექტივად კი არა გამოცდილებად აღიქმება. დღეს მოვისმინეთ ისტორია, რომელსაც ვერ დაწერს ვერცერთი წიგნი. თუ მას გულიდან არ მივიდა. ეს იყო მონოლოგი არაშურის, არამედ გადარჩენის. ეს იყო ამბავი დროის შესახებ, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ ის სიყვარული ჯერ კიდევ დარჩა ჩვენში. სანამ ახალი ეპოქები დაიწერება, სანამ ქვეყანა შეიცვლის საკუთარ მომავალს, დავიმახსოვროთ ერთი რამ. თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის სინამდვილე, როდესაც ადამიანი აღარ არის საკუთარ ქვეყანაში უცხო. ვინ იქნება შემდეგ?